რა თქვა მიროა გაჭირობა მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო ბელგიაში პარკინგზე შემოვედით და ადგილი არსად არ არის და დაიწოდეთ სად შემოვეკვეხე ასეთ ოხერ ადგილში კაი აღარ გავჩერებულ ვარ აქეთ ახარეს ყუმწვანიანია აქ მე მგონი ვიძირები იმედია არ დავყვინთავ იქით ავხარეს ბეწვის ხიდზე ვარ შემოსული ასე დიდი გუბია და ამ ბარდიური სივაზე შემოყევი ასე ვყავს შემოყვანილი წინას და უკანა ბაგრიშკების შუაში დიდი ტბა უშველებელი ღრმაც არის და ჩემი მანქანა ცოტა დაბალია ედი აქედან საღამოს მშვიდობიანად კი არა და ხვალდილას მშვიდობიანად გავარ აფუჭებით არაფერი გამიფუჭებია რა რბილი ტალახია ხვალდილას თუ გამეღვიძა და ჩაყურჭული დავხდი ვაი ჩემს პატრონს იცების უკანა საბურავები კიდე არა უშავს რა სერი ნორმალურად არის შემოსული აქ მიბუქსავია ოკლეთ ნახოთ აბა ხვალე დილას როგორი დილა გამითენდება ესეც ასე უკვე საკმაოდ დაღამდა და შევჭამე ახლა წავალ წყალს გადავივლებ თან გაჩვენებთ როგორ ხდება ევროპაში ზოგადად ამ ტრაილერის ზღოლებისთვის თავის მოწესრიგება. ადრე ბევრი კითხვები იყო იმის შესახებ თეობით და უბანლობას როგორ უძლებთ. არ ვიცი საიდან მოაფიქრდათ, მაგრამ ფაქტია იყო ეს კითხვები. ატომღაც ეგონათ რომ ტრაილერის ზღოლებს არ გვაქვს საშუალება ვიბანაოთ. ახლა გაჩვენებთ როგორც წესი ევროპის უმრავლეს ქვეყნებში არის ფასიანი დუშები, მაგალითად პოლონეთში 10 ზლოტი ღირს, დაახლოებით 2 ევრო ნახევარი, გერმანიაში 3-დან 4-მდე, ახლა ბელგიაში ვარ, ბელგიაში ამ კონკრეტულ ბენზინ გასამართსადგურზე 3 ევრო ნახევარი ღირს. ასე თუ ისე ნორმალური ფასია, მხოლოდ საფრანგეთში და იტალიაშია უფასო. Hello, douche. Okay, card please. Stairs are behind Starbucks. It's on the first floor. I open the door for you. Okay. Thank you. ესე იგი ავდივართ ზემოთ. ეკარებს მე თვითონ გაგიღებთო. ზუმ. წავიდეთ ახლა. აი ეს. ოიობა. ოპა. ტექნოლოგია. ახლა როგორ მოწყობინეო ყველაფერი ჭიგრებს გასაღებით კი არა ასაჭი. ჩვენი დუში ასე გამოიყურება, 2 პირსაბანია, წვერი შეიძლება გაისწორო ადამიანმა, არ ვიცი მოწესრიგდე. ეს ჩვენი დუში. ეს ერთი. ვიღაცა მომწივილი გვირია და ხოსა. ეს მეორე. ყოველთვის ვამოწმებ ხოლმე თბილი წყალი თუა, თორე ზოგან არის სიტუაცია, რომ მხოლოდ ცივი წყალი მოდის. თბილია. და გაიფო. ოზა დასაკიდები არ აქვს, არ დავკიდო ჩემ დასაცმელი. გარეთ რო დავკიდო.
არავინ მოიყვანოს. ხო, კიდევ ერთ-ერთი დასმული კითხვა YouTube-ზე, რით იღებო? ძალიან ხშირად მეკითხებოდნენ და აი ეს არის ჩემი კამერა Insta360. ასე გამოიყურება. ეს ჯოხი აქვს, რომელიც არ ჩანს, ანუ Insta ვერ ხედავს ამ ჯოხს. ამიტომ არის გადაღება ასეთ იმაში. თითქოს დრონით ვიყურებს, ასევე აქვს დისპლეი. შეგვიძლია ვაკონტროლოთ. და არის 360 გრადუსი. საერთოდ ვინდა გამოვიხედებით. შეგვიძლია ტელეფონთან დავაკავშიროთ. ძალიან კარგი ფუნქცია აქვს, მაგალითად. მას აქვს თავისი აპლიკაცია, შევდივართ აპლიკაციაში. ვაკავშირებთ Bluetooth და Wi-Fi აუცილებლად უნდა იყოს ჩართული. იმისთვის რომ დაკავშირდეს. უთითებთ დაკავშირებას. ეს კონკრეტული მოდელი არის X5, Insta360 X5. ეხლა გამოდის ახალი მოდელი X6, რომელიც შედარებით უფრო განვითარებული იქნება. აი გვიჩვენებს რომ გადაღება მიმდინარეობს და შეგვიძლია აქედანვე ვაკონტროლოთ გადაღების პროცესი, შეგვიძლია რაკურსი შევცვალოთ, გავიხედოთ, გამოვიხედოთ. შეგვიძლია ერთ ოთახში დავტოვოთ კამერა და მეორე ოთახში დავიდეთ. მოკლედ. ეგრე რამეა. დავედი ახლა განავთობ დამწუღნის ის ხალი. წვერი გავისწოროთ. აჰა, ბარბერ შოპი არ არის. კალი გადავიდე. ბიგი ჩამოისვიდე ეგა. ასე. კომპეტა. სახში წამოვწვევ. ჩემი მოსწავლე უნდა მოვიდეს. იქ აღარ გავხსენებია. სხვათა შორის ბანაობის დრო არის 20 წუთიდან 25 წუთამდე. მაქსიმუმ 9 საათი. ერთხელ ერთმა გერმანელმა ქალმა კინაღამ გამჭეჭა, ორმაგი გადამახტევინა 40 წუთი ბანაობის გამო, ამიტომ მის მერე დიდხანს აღარ ბანაობ. წესით ეგრეა. არის იშვიათი მომენტები, სადაც მონეტებია, რომელიც დროს შეგიძლია წყალი მოუშვა რა. შეგიძლია გააჩერო, მოუშვა. ყველა შემთხვევაში ასეთი გუშები ბევრად მოსახერხებელია, მაგრამ წყალი ცივდება, ეხლაც გაცივდა ბოლოსკენ უკვე ახლობით 25 წუთი ვიყავი ალბათ, შეიძლება 9 საათიც. და წავალოდები მურადისთვის ადგილი შევათვალიერე და არ ვიცი, შეიძლება იყვიროს მან არ დავდგებია და სხვა გზა რო არ ექნება ნეტას აწავა. მოდი ასე, მოდი პირდაპირ მოდი. აი ასე მოდი ჩემსკენ პირდაპირ წამოდი ჩემსკენ. მოდი. ეგრე. მოდი პირდაპირ მოდი. მოდი დავაი. მოდი და გეტყვი როცა ახვიდე ბარდი. აი ახლა დაიწყე ბარდი უზიასრა. მიდი. ჩემსკენ აიღე ცოტა. აქეთ შენ. ეგრე წამოყევი და ეხლა შეყევი ბარდი ურიცე. აქეთ ავხარე, შედი. კიდე მაქსიმალურად. მიდი კიდე. მოგეშინე. იშათე. ხო, მოდი, დავაი. მოდი. ეხლა ცოტა აქეთ კიდე. მოდი. ეგრე, მოდი. დავაი.
მოდი ბოლომდე, მოდი. კიდე. ცოტა გარეთ აიღე. ასე გაიწორე და მოდი. მოდი. ცოტა აქეთ აიღე. ცოტა აქეთ გარეთ გამოიწორე. გამოდი. გარეთ. ეხლა ჩიზი. კიდე. შედი ცოტა ჩიზი კიდე. კიდე. Jo, მანქანები გვერდშეულებურად აგრილია. მანქანა ვერ გამოეტევა, ხო, ის ვერსად ვეღარ გაიგე. აბა ვერ მოვასწარი შენი კარგად სტაჟირება, ხო? ესე ისეთ დღოს გაგხდიდი, ისე გვარდიულებზე გახტუნავებდი. კიდე შემოვედი. ასე ხასავიწროა, დაწოწლოხინებული, ამაზე არავინ არ გაგუწევია. ესე აქა, გაუყურე გაკეთებული ვარი. აქა გადგომი ვარი ესე. თავარია, არაფერი არ დაუკეტობა. არავინ არ გეტყვის, არაფერს ვარგე. ორი აბაგიშტავა. სადმიყავით რომ გაგვაგდო იმამ პატრონმა შედაშენ. ჰოლანდიაში. Ola ახლა ბელგიაში. ასე გადავიდა. ჰოლანდიაში ეგრე არის. აიცა. აჰა. მოდი ერთი გავჩითოთ რა გაქვს. გუზი დაღე. რა მაგას მოდი ბარგალკა არჩრის მაგას მაგის დედაც მოვკარია ბარგალკი თუ მოადგნენ ავას თავიდა მაშინ თავსაც მოგაძრობენ კიდე ბარგალკი თუ მოადგენ ელა გიგია და სამუნდაშია ბარგალკი თუ მოადგენ ვაიმე გასაღები სულია და ამბა გამოხდი მოკლავდა იგატრილ მოკლავს თან ხوارზე იღებს ხოდა აგებს აგებს ვაიმე რა კაცი რუმინელები უცემია ქართლს